ვერ ხედავ ვერანაირ სხვა მოტივს ბატონ ლისეკის განცხადების გარდა პოლიტიკურისა, თორსა ის ამბობს, რომ ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს ვანო მერაბიშვილის სენატორი პატიმრობის გარდა პოლიტიკურისა. ეს მე მგონი უკვე საყოველთაოდ ცნობილი და მარტივად აღსაქმელი მოვლენაა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს გარკვეული ადგილობრივი ორგანიზაციების მსგავსი სტრუქტურები, ისევე როგორც სახალხო პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით საქართველოში ყავს ადგილობრივი ორგანიზაცია. და ასე რომ ერთი პარტიის წევრები, როდესაც ევროპულ სტანდარტებზე საუბრობენ, ცხადია სწორედ აქაა პოლიტიკა და არანაირი სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი კითხვების გარდა მათი მხრიდან პოლიტიკური მიკერძოებისა. მართლა რეპრეზენტატიული ჯგუფის შესვლა და ამისთან ინტერესი ვანო მერაბიშვილის მიმართ, ისევე როგორც პარასკევს სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ევროკომისარ შტეფან ფულესა და ვანო მერაბიშვილის შორის, ისევე როგორც წინანდელი ვიზიტები ევროპარლამენტარებისა, მაგალითად ბატონი ქრისტოფ ლისეკისა, მეტყოლებენ იმაზე, რომ საერთაშორისო და ევროპული თანამეგობრობა ანიჭებს სწორედაც რომ ასე ვთქვათ პოლიტიკურ ჭრილში უყურებს ამ ყველაფერს მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ორგანიზატორი იმყოფება პატიმრობაში ამის გამო უკვე ძნელია საუბარი კონკურენტულ არჩევნებზე